მამისათა და ძისათა და წმედისა სულისათა ამინ. დღეს სხვა წმინდანებთან ერთად არის მართალი ტაბითას ხსენების დღე. და საქმე მოციქულთა გვამცნობს, რომ თუ როგორ აღადგინა პეტრე მოციქულმა მართალი ტაბითა მკვდრეთით. პეტრე მოციქულმა ამ დროს უფლის ნება, უფლის როცა კურთხევაში იასულა. ანუ პეტრე მოციქული იყო იმ წუთებს, ზოგადად მთელი ცხოვრება ამას უთქვეს, მაგრამ იმ წუთშიც ის იყო იარაღი უფლის ხელში. უფალი მოქმედებდა მისით. მე მახსოვს, მრავალი წლის წინ სიონის საკათედრო ტაძარში ერთმა სასულიერო პირმა რაღაც გარკვეული თანხა მაჩუქა. დიაკვანი ვიყავი მაშინ. ეს ის პერიოდი იყო, როცა ჩემი ერთ-ერთი შვილი იწვა საავადმყოფოში. იმავე დღეს მომიწია დასო საავადმყოფოში. მართლა. მთელი ის თანხა სრულად კაპი დამჭირდა იმ კლინიკაში. ეს რთული გამოსაცნობია, რომ ის ადამიანი იმ წუთში, როცა იმ გარკვეულ თანხას ჩუქნიდა, იყო იარაღი უფლის ხელში. ანუ მისი ხელით უფალი აკეთებდა სიკეთეს. წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერებაა იყო იარაღი ღმერთის ხელში. რომ ღმერთმა თავისი სასიკეთო საქმეები შენი ხელით გააკეთოს. ეს არის ბედნიერება. რადგან კი ადამიანი ამას მიხვდება, რომ საკუთარი თავი დაუწყოს უფალს თავის ერთმანეთიდან გამომდინარე, მაშინ ის ადამიანი ემზადება ცხონებისათვის. და პირიქით, სამწუხაროდ როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უძღვნიან, აძლევენ ბოროტს, ეშმაკს, რომ ეშმაკმა მისი ხელით აკეთოს, ან მათი ხელებით აკეთოს შემდეგ ეშმაკის ბინძური საქმეები. ერთ-ერთი მამა ამბობს, რომ ადამიანები იმდენ საქმეს ჩადიანო უკვე, ბოროტ საქმეებს ეშმაკი რაღაც საჭიროა. რა თქმა უნდა, ვესმის ახლა რაზეა საუბარი, ეშმაკა იმდენად აღძრა ბოროტ ეს ადამიანები, რომ საშინელებები ჩადიან. სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კადრები ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული თეატრის, თანითომ სამეფო, ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული სპექტაკლები. ჩვენ ნახეთ კატასტროფული მკრეხელობა. ზოგადად ეკლესიის სწავლება სახეობის წრეებს ჩვენ ვიცით და არაერთხელ ვისაუბრია ამაზე და ეს სხვა დროს, მაგრამ აქ რაც მოვისმინეთ, აი იმ პატარა სიუჟეტში რაც გავრცელდა, ეს არის კატასტროფა. ცალკე ის, რომ ეს არის პროპაგანდა მამათმავლობის, ან როგორ მოძრაობენ სცენაზე თუ რაღაცაზე, ან რა შემოსილები თუ განმოსილები არიან, ან რას ლაპარაკობენ და უარესი. ადამიანი ძალიან გამწარებული ზომებს. თუ ოდნავ მაინც რამე შერჩენია ღირსებისა, ისეთი სიტყვებით მეორე კაცს არ აგინებს. ამდენზე თავს არ დაეშვება ამდენზე. რა სიტყვებითაც ისინი მოიაზრებენ, რა სიტყვებითაც ისინი ლანძღავენ ღმერთს. პირდაპირ დამიზნებით აგინებენ ღმერთს. შეურაცხყოფენ ღმერთს და შეურაცხყოფენ ამით იმ ადამიანებს, რომელსაც ღმერთი ღმერთია.
ჩვენ ვინც ვადიდებთ ამ ღმერთს. ამ რაღაც თავშესაფარს უნდა ერქვას არა თეატრი, არამედ უნდა ერქვას ის რაც არ არის რეალობაში, ბორდელი. სამეძაო სახლი. და ვის რა პოზიცია და თანამდებობა აქვს განაწილებული ამ ბოდის მოვიხდი ამ სიტყვაზე ბორდელში, ეს თავად გაარკვია. მაგრამ ეს რეალურად ასეა. იქნებ გამედოს იმემ და მითხრას რომ მე მათ შეურაცხყოფას ვაკეთებ. ჩვენთვის ყველასთვის ერთიანად დედა რო ეკინებინა, რეაქცია როგორი იქნებოდა? იმ ვიღაც თავაძეს და მის ვითომ სახეობებს თუ რა ვქიათ იმათ, არ ვიცი. რაოდენ აღმატებულია ღმერთი ჩვენს დედებზე და ყველაფერზე და ყველაზე. ასეთი არაადეკვატურად უნიათო რეაქცია. ნუ შეიძლება გქონდეს ქრისტიან ადამიანს, რაც იმ დღეს და იმ დღის შემდეგ რაც ვიხილეთ. ეს ხომ კატასტროფული მკრეხელობაა. და ძალიან სწორედ მიუთით საპატრიარქომ თავის განცხადებაში, იქ ბოლო ფრაზაა თუ გაეცანით საპატრიარქოს განცხადებას, რომ აუცილებელია მათთვის საჯარო სინანული, საჯარო აღსარება, როგორც საჯაროთაც დაგმეს ღმერთი, ისე საჯაროდ უნდა შეინანონ. თუ არ უნდათ რომ იუდასთან ერთად იყვნენ იქ იყურყუდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ეკლესიიდან განკვეთას ექვემდებარებიან, ანათემირებას ექვემდებარებიან. და რა კატასტროფაა, საშინელებაა, რომ მათ შემდგომი თაობები, შვილები ანათემირებულის, ღმერთის მგმობელის შთამომავლები რომ იქნებიან. ეგ მგონიათ მათ რომ ვერ გაიგებს ხალხი, მისი შვილები ვართ. არის ის ხალხი. მე გამახსენდა წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვიდან ერთი ფრაგმენტი. როდესაც შენს ქალაქში ვინმე წარმართი შენს ღმერთს აგინებსო, მიდი და უთხარი რომ გაჩერდესო. თუ კი არ გაჩერდებაო, ხელით შეეხეო, კურთხეული ყო შენი მარჯვენაო. წარმართება უნდა იცოდეთ, რომ ამ ქალაქში ქრისტიანები ცხოვრობენ და თქვენიო ქრისტიანების ჩრდილისაც კი უნდა ეშინოდეთო მათო. და ვერ უნდა ბედავდნენ ღვთისმგებლობას და ამისთანებს. ამით მე ვინმეს კი არ მოუწოდებ, რომ ცემატყება ატეხოს იმ ბეჩავ ადამიანებს თავის გაჭირებას ეყოფათ. საბრალო მდგომარეობაში არიან. მაგრამ მეორე უკიდურეს ხო საშინელებაა, როცა არანაირი რეაქცია არ აქვს ადამიანებს ამაზე. ეს ქმედებაც ხომ ამაზეა გათვლილი. იმ ვიღაცა ავტორის სადიზმის ფუძემდებლის ავტორის პიესა დადგეს და რომელიმე მათგან შეიძლება მოუბრუნდეს ენა და თქვას, რომ რა ვქნა მე სხვისი სიტყვები თქვი, ეხლა მე ხომ მსახიობი ვარ და როგორ უნდა მოგიბრუნდეს და ღმერთს აგინო. მაგრამ მამათმავლებისგან ამას სხვასაც უნდა ველოდეთ. მათ ხომ თავის ცხოვრების წესით აქვთ უარი ნათქვამი ღმერთზე. ეს კიდე სხვა არამეს ემსახურება, ეს მათი ქმედება. რომ ადამიანები მიაჩნიონ, რომ ღმერთის გინება შეიძლება. გათახსირებულმა სააკაშვილმა, მისა გათახსირება რეჟიმმა, ხო გათხოვდა ადამიანების ყურები იმაზე, რომ პატრიარქის გინება შეიძლება, ეკლესიის გინება შეიძლება. ესენია ღმერთის გინება რატომ არ შეიძლება? ეს გაგრძელება, ასე გაგრძელდება სულ. ამით არის მოფერილი ევროპა და ამერიკა. იქიდან სწავლობენ ამ ყველაფერს. და იქაური ავტორის დადგეს ეს, რაც დადგეს.
ამ ქვეყანაში ღვთისმადიდებელი ხალხი ცხოვრობს, ბევრი. და თუ კი ასე არ მოწონთ, წავიდნენ ამ ქვეყანა იცხოვრო იქ, რომელი ქვეყნის ცხოვრების ესეთ მოწონთ. ჩვენ აქ ამიდაშებას არ ვაპირებთ. კიდევ ერთი რამ გამახსენდა. ერთ-ერთი ფილოსოფოსი ქალაქში მოძრაობის დროს ხედავს, რომ სამეძაო სახლიდან გამოდის მისი მოწაფე. იცით ალბათ, რომ ფილოსოფოსებს თავისი მოსწავლეები ყავთ. ახალგაზრდა ბიჭი გამოდის ამ სამეძაო სახლიდან. და მანაც დაინახა თავისი მასწავლებელი ფილოსოფოსი, ცნობილი. და დააპირა მიმალვა, რომ მას არ დაინახა. დაუძახა მასწავლებელმა მოწაფეს და უთხრა, მოდი აქ. მაგ სახლიდან გამოსვლა კი არ არისო სირცხვილიო. მაგ სახლში დარჩენა და მატყობნაა სირცხვილი. და ჩვენ რაღაცა ჩვენია უნდა მოუწევოთ იმ ადამიანებს, იმ საბრალო ადამიანებს, ბორდელის თანამშრომლებს, რომ სირცხვილი მანდან გამოსვლა არ არის და დროზე გამოდით მანდიდან და დროზე თქვი თუ არის, დროზე შეინანეთ. თორე ახლოს არის კარტაზე და მოგეკითხება ძალიან. მოგეკითხებათ მერე კი არა მხოლოდ ოჯახეთში რომ წახვათ. იქ ნამდვილად 100%. თუ შეუნანებელი წახვიდეთ. აქვე დედამიწაზე მოგეკითხებათ, აქვე დაგემართებათ საშინელებელი. თუ კი ამხელა წოდეთ არ შეინანეთ. და უნდა შეინანოთ ისევე ხმამაღლა, როგორ ხმამაღლათაც დაგმედ ღმერთი და პროპაგანდა გაუწიეთ ღვთისმშობლობას და მამათმავლობას.